დივერსიული აქტების შემდეგ პოლონეთიდან საგანგაშო სიგნალები გაისმა. ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს მოსალოდნელი სამხედრო პროვოკაციის შესახებ ამცნო. თავდასხმის მიზეზად კი საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის გაღვივების მცდელობა დაასახელა. კიბერშეტევები, დივერსიული აქტები, საბოტაჟი, მოქმედებები, რომელიც პოლონეთში ვითარდება ქვეყნის ფარგლებს შიგნით არა მხოლოდ დესტაბილიზაციის, არამედ თავდასხმის მიზანმიმართულ მცდელობებად აღიქმება. მტერმა ომისთვის მზადება დაიწყო, ისე ცდილობს გარკვეული პირობების შექმნას, რომლის მიზანიც ხელისუფლებისადმი კერძო საკვანძო სტრუქტურების შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევაა. მისი მიზანია ასევე პოლონეთის ტერიტორიაზე პოტენციური აგრესიისადმი შესაფერისი პირობების შექმნა. საგანგებო სიგნალებამდე იყო დივერსიული აქტები. ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება მის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დააზიანა, რომელიც ვარშავას დოროჰუსკის სასაზღვრო გადასასვლელთან აკავშირებს და აღნიშნულ მარშრუტს ლუბლინში, ხელმში და შემდგომ უკრაინაში მიმავალი მატარებლებიც იყენებენ. მომხდარი ინციდენტების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება უცხოური დაზვერვის ინტერესებით ჩადენილ ტერორისტული ხასიათის დივერსიულ აქტებთან დაკავშირებით დაიწყო. სამწუხაროდ ყველაზე ცუდი ვარაუდები დადასტურდა. ვარშავა ლუბლინის მარშრუტზე დივერსია განხორციელდა. ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებამ რკინიგზის ლიანდაგები გაანადგურა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. დაზიანება ასევე აღმოაჩინეს იმავე მარშრუტზე ლუბლინთან ახლოს. სამწუხაროდ ეჯუგარეშია, რომ საქმე დივერსიულ აქტთან გვაქვს. ამ სტრატეგიული რკინიგზის ხაზის კიდევ ერთ მონაკვეთზე, სადაც ლიანდაგები დაზიანდა, გამოძიება მიმდინარეობს. დანაშაული, რომლითაც საქმის წარმოება დაიწყო, უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პარალელურად პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ლუბლინის მახლობლად პატრულირებისთვის თავდაცვის ჯარების განლაგება უკვე დააანონსა, პროცესში კი 17,000 ჯარისკაცის ჩართვას ვარაუდობს. ლუბლინის მახლობლად პატრულირებისათვის თავდაცვის ჯარების განლაგებას უგეგმავთ, რომელშიც დაახლოებით 17,000 ჯარისკაცი ჩაერთვება. პოლიციასა და სასაზღვრო ძალებს უკეთეს აღჭურვილობას ვპირდებით. გავაძლიერებთ საზღვრის მონიტორინგსა და დაზვერვას. ეს მოქმედებები კი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისაკენაა მიმართული. გაუთვალისწინებელი შემთხვევა თუ უცხოური დაზვერვის ინტერესებით ჩადენილი ტერორისტული დივერსია პოლონეთის სავარაუდოდ დაგეგმილი შეიარაღებული თავდასხმის ფონზე თავდაცვის შესაძლებლობებს აუმჯობესებს და ნებისმიერი სცენარისთვის ემზადება. პარალელურად კი მხარდაჭერას ნატოს წევრი სახელმწიფოების განაცელის.